მოგესალმებით ძვირფას რადიო მსმენელებო, მშვიდობა მოგვანდოთ ღმერთმა. თანამედროვე ქრისტიანებს მეტად აწუხებთ ერთი საკითხი, რასაც ქვია ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლის ვერსიების თაობაზე საკითხი. უნდა ითქვას, რომ ამ საკითხისადმი 1000 გვარი მithქმა-მოთქმა არსებობს, 1000 გვარი ვერსია არსებობს. და ჩვენ შევეცადეთ რაღაცნაირად სიღრმისეულად განგვეხილა ეს საკითხი ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში დაგვენახა აი ამ სწავლების არსი, რამდენადაც შევძელით წმინდა მამების სწავლებასაც გადავხედეთ და აი ამ საკითხების შესახებ გსურს თქვენს გაგიზიაროთ ჩვენი შეხედულებები, თუ როგორი იყო ეკლესიაში მისდამი დამოკიდებულება. ჩვენ შეიძლება ვერც ჩავედიოთ შეხვედრაში, თუმცა აუცილებელია ამ საკითხზე რაღაცა ძირეული შეფასება, საფუძვლიანი და სწორი მართებული გააჩნდეთ ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანს. ესე იგი, ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლის საკითხი ქრისტიანი ავტორები უკვე მეორე საუკუნიდან განიხილავდნენ, ანუ ადრეული ხანის ქრისტიან მწერლებში უკვე შეინიშნებოდა ამ საკითხებზე სხვადასხვა შეხედულებები, როგორც წესი, ამაზე საუბრობდა უკვე წმინდა პოლიკარპე სმირნელი, ეგნატე ღმერთშემოსილი, იუსტინე ფილოსოფოსი, შემდეგ ისეთი თეოლოგები, როგორც იყო მელიტონ სარდიელი, კლიმენტი ალექსანდრიელი, ორიგენე, ტერტულიანე და სხვა ავტორები. და მათ თხზულებებში ჩვენ ძირითადად ქრისტეს მიერ ძველი აღთქმის მართალთა აღდგინების თემას ხედავთ, რომ განიხილავენ, მაგრამ აი მელიტონ სარდიელმა უკვე თავის საღვთისმეტყველო ნაშრომებში ერეტიკული სწავლება გაჟღერდა, კერძოდ რომ ავტორის აზრით ქრისტემ ჯოჯოხეთიდან აბსოლუტურად ყველა ადამიანის სული ამოიყვანა. მოგვიანებით ამას მოყვა ორიგენეს საყოველთაო ცხონების, ანუ აპოკასტასისის ცრუსწავლება და ორივე სწავლება ცხადია გადასცა შემდეგ მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრებამ ანათემას. ამის შემდეგ ეს გადაწყვეტილება მეექვსე და მეშვიდე მსოფლიო კრებებმა ცალსახად დაადასტურა. ბოლოს დროს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში შემოიჭრა რაღაცნაირად ეს ნეოორიგენისტული ტენდენციები თითქოს მთელი კაცობრიობის გამართლების ცხონების თაობაზე და საკითხის ძირითად თეზად გვევლინება ჩვენ სწავლება ქრისტეს მიერ ჯოჯოხეთიდან ყველა ადამიანის ამოყვანების შესახებ. ანუ ერთი შეხვედით ამ მოსაზრების მომხრენი არ აღიარებენ მართლმადიდებელი ეკლესიის მიღმა ცხონების შესაძლებლობას, მაგრამ შეთხზეს რაღაც ორიგენიზმთან ნაჯვარი, რაღაც დაახლოებული სწავლება, ვერსია ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლის თაობაზე და ვერსიების ავტორი, როგორც წესი, არიან ხან რუსეთიდან, ხან საბერძნეთიდან გვევლინებიან და ეს ტენდენციები ცხადია ჩვენს ქვეყანაზეც გადმოდის, ჩვენთანაც მოიპოვებიან ისეთი თეოლოგები, რომლებიც აი ამ ღვთისმეტყველებას ძალიან აიტაცებენ ხოლმე და ასევე იწყებენ ამ საკითხების თავისებურ ინტერპრეტაციას და გამრავლებას მათი შეხედულებებისა. პირველი ვერსია, რომელსაც ამ ვერსიების მრავალრიცხოვან ნუსხაში ჩვენ ვხედავთ, ეს არის აბსოლუტურად მართებული შეხედულება, რომ მხოლოდ მართლები ამოიყვანა ქრისტემ ჯოჯოხეთიდან, ამას ადასტურებს სვინაქსარიც, ამას ადასტურებს წმინდა მამებიც, ჯულის კანონიც და აი ამის თაობაზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ თუ დღეს ვერა შემდეგ შეხვედრაზე, მაგრამ რატომღაც ამბობენ, რომ მხოლოდ წმინდა იპოლიტე რომაელს ჰქონდა ეს ვერსიაო, ანუ და ამავე დროს იმასაც ამბობენ, რომ ესო იყო თომა აქვინელის ვერსიაცო, ანუ რაღაცნაირად ცდილობენ, რომ ეს მართლმადიდებლური სწორი სწავლება კათოლიციზმად წარმოაჩინონ. ამაზეც რა თქმა უნდა ითქვას ორიოდე სიტყვა. მეორე ვერსიის თანახმად ქრისტემ ჯოჯოხეთიდან ყველა ადამიანის სული ამოიყვანა და ამ ვერსიას
გამყარებისთვის ისინი ისეთ ორთოდოქს წმინდანებს მოიშველიებენ ხოლმე, როგორიცაა წმინდა იოანე ოქროპირი, ირინეოს ლეონელი, მაქსიმი აფსარებელი, ივანე დამასკელი და სხვები და ასევე მესამე ვერსია არსებობს, რომ ქრისტემ ჯოჯოხეთიდან გადაგებისას ყველა იმ ადამიანის სული ამოიყვანა განურჩევლად ამხსარებლობისა და მსოფლმხედველობისა, ვისაც სურს აი ამ შეხედულების, ანუ ქრისტეს სწავლების მიღება უკვე ჯოჯოხეთში. ანუ ვისაც სურვილი ექნება, ვინც გაითავისებს ამ გადაგებას იქ, ყველას ეძლევა შანსი თურმე და ისინი დაემკვიდრებენ სასופველს. ესე იგი, აქ ამ ქვეყნად ცხოვრების დროს შეგიძლია იცხოვრო როგორც გინდა, იქ მაინც მოვა ქრისტე გამოგიყვანს მიუხედავად იმისა, შენ ხარ 60 დღესი თუ არ ხარ, მაინც ესე იგი თურმე გამოგიყვანს ჯოჯოხეთიდან, თუ აი ამ შანსს არ გაუშვებ ხელიდან და თუ ეს სურვილი გექნება და ვის არ ექნება ახლა სურვილი თუ სურვილზე მიდგა საქმე, ხო ყველა კარგად ხვდებით, რომ ვის უნდა ჯოჯოხეთში ყოფნა. მეოთხე ვერსია არსებობს, რომ უფალი არაერთგზის, როგორც ამას ასწავლის მართლმადიდებელი ეკლესია, არამედ მრავალგზის ჩადის ჯოჯოხეთში, რათა ყველა გარდაცვლილი სულს შეეგებოს და უქადაგოს და ეს სულები უშუალოდ ქრისტესაგან შთაგონებუნი იქ იღებენ, ესე იგი, მართლმადიდებლობას და ამოდიან ჯოჯოხეთიდან. არსებობს კიდე ერთი ბოლო ვერსია, ასე ვთქვათ, და ამ ვერსიის თანახმად ქრისტე და მისი მოწაფეები ჯოჯოხეთში ნათლავენ. ანუ კერთაყვანისმცემლებს, ერეტიკოსებს, რომლებაც ამ ქვეყნიურ ცხოვრება პრინციპულად თავისი შეხედულებების ხოდბას შეალიეს, ესეთი ადამიანები შემდეგ ჯოჯოხეთში მოინათლებიან თურმე. აქ პრინციპულად უგურულებელყოფილია ძმაუნდადანო სწავლება, მართლმადიდებლური სწავლება იმის შესახებ, რომ იმ ქვეყნად უკვე ნების გამოხატულება აღარ ხდება, უბრალოდ არის ადამიანი წარდგება და არსებობს იქ იმ თვისებებით, რომლითაც აქედან წავიდა ის და უმეტესი თუ იყო სათნო ადამიანის ცხოვრება, მისი სათნოებები დაფასდება, ხოლო თუ მეტწილად ცოდვისმიერი ცხოვრებით ცხოვრობდა, შედეგიც შესაბამისი იქნება. და აი ამ ბოლო ვერსიის თანახმად, ესე იგი, თურმე იქაც შეიძლება მოინათლოს ადამიანი, რაც აბსოლუტურად გახლავთ მართლმადიდებლობისთვის უცხო სწავლება, შემოღებული გაურკვეველია საიდან, თუმცა ამ საკითხებზე შეგვიძლია ჩვენ ვისაუბროთ. თავიანთი ვერსიების გასამყარებლად ვის სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, აი მაგალითად პირველი ესეთია, რომ უპირველესად ცდილობენ წმინდა წერილში იპოვონ რაიმე ხელსაჩასაჭიდი მუხლი, რომ როგორმე მოარგონ ის თავიანთ ცრუ სწავლებას და მათი თავდასხმის შემდეგი ობიექტი არის წმინდა გარდამოცემა, ანუ როდესაც სასურველი არგუმენტი მსოფლიო კრებების, ავტორიტეტული ადგილობრივი კრებების, ეკლესიის სიმბოლური წიგნების საშუალებით, როდესაც ვერ პოულობენ თავის დასახდენს, სწორედ წმინდა მამათა ნაშრომებში შეუდგებიან ხოლმე ამის ძიებას, იქაც რომ ვერაფერს დასახდენს ვერ პოულობენ, გარდა ცალკეული კერძო აზრისა, რომელზეც ვისაუბრებ ჩვენ, შეუდგებიან ხოლმე აი ამ ნაწერების, წმინდა მამათა ნაწერების გაყალბებებს, მონტაჟებს, შინაარსის დამახინჯებას, თარგმანის დროს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და წმინდა მამათა საგანძურშიც ხშირად ვერ პოულობენ ცხადია დასახდენს და ეკლესიის მიერ არაკანონიზირებულ ავტორებს მიმართავენ, მაგალითად როგორც არის ორიგენე, კლიმენტი, ალექსანდრიანი, ტერტულიანე, რომელთა სწავლებაც ნაწილობრივ ან მთლიანადაა უარყოფილი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. ორიგენიზმი მოგეხსენებათ მეხუთე მსოფლიო კრებამ შეაჩვენა კლიმენტი ალექსანდრიელის ნაშრომებში, შეინიშნება ქებადიდება პლატონის და რომელსაც შუა საუკუნეების ღვთისმეტყველებმა ყველა ერესის მამა უწოდა. და გარდა ამისა, პლატონის კოსმოლოგია მაგალითად სისტემატურად იხრება ხან პანთეიზმისკენ, ხან დუალიზმისკენ და ამდენად კლიმენტი ალექსანდრიელის გამონათქვამებს ძალიან დიდი სიფრთხილით და კრიტიკით უნდა მოვეკიდოთ, იგივე ითქმის ტერტულიანეზეც, თუმცა ამ საკითხებში ის
მართებულ შეფასებას აკეთებდა. მე-19 საუკუნის ავტორიტეტული ღვთისმეტყველი მიტროპოლიტი მაკარი მოსკოველი, რომელმაც დაწერა დოგმატური ღვთისმეტყველება ტომეული, ის ასეთ რამეს წერს, რომ ზოგიერთი ძველი ავტორის აზრი თითქოს ქრისტემ ჯოჯოხეთიდან არა მარტო ძველი აღთქის მართლები, არამედ მრავალი სხვაც მეტიც ჯოჯოხეთის ყველა ტყვე აღმოიყვანა, მარჩიელობად, ვარაუდად და კერძო აზრად უნდა მივიჩნიოთ. აქტუალურია ასევე აპოკრიფული სახარებების ციტირება, როგორებიცაა პეტრეს სახარება, ბართლომეს სახარება, ნიკოდიმოსის სახარება, ისაიას ამაღლება და სხვა წიგნები, რაც ეკლესიაში ასევე არ წარმოადგენს საყოველთაო ავტორიტეტს და არამიჩნეული მთლიანად, ესე იგი სისავსის მიერ მისაღებ სწავლებად და მათთვის ეს უკვე არის ყველაფერი, რაც ჩამოვთვალეთ, გადაულახავი დილემა, რომ ეკლესიის სისავსის, ანუ წმინდათა მამათა ერთსულოვანი გადაწყვეტილება, სწორედ რომ მათი ვერსიების აბსოლუტურად საპირისპიროდ საუბრობს. ამიტომ ყველანაირად ცდილობენ, რომ წმინდა მამათა ნაშრომებში იპოვონ განსხვავებული მოსაზრებები, ძირეულ საკითხებში შეუთანხმებლობა, დაპირისპირებაც კი იპოვონ, რათა წმინდა მამათა სწავლება არ წარმოჩნდეს როგორც ერთიანი უცდომელი განსაზღვრება და საამისოდ, როგორც გითხარით, ცალკეული წმინდა მამის კერძო აზრის ეკლესიის სწავლებად აცხადებენ და ამდენად ლამობენ, რომ წმინდანის კერძო აზრი ეკლესიის სწავლებად წარმოგვიჩინონ ჩვენ, ხოლო ეკლესიის სისავსის გადაწყვეტილება და განსაზღვრება კერძო აზრად გამოავლინონ. რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი ფანდი, უდიდესი საფრთხე ეკლესიისათვის, იმიტომ რომ არ შეიძლება ესეთი დამოკიდებულება ზოგადად წმინდა მამებისეული სწავლებისადმი კონდეს მართლმორწმუნე ქრისტიანს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უთუოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული წმინდა წერილისა და წმინდა მამათა თხზულებების განხილვისას, არის შემდეგი, რომ წმინდათა თხზულებებსა და ჰიმნოგრაფიაში გამოიყენება ესეთი სამეტყველო ტერმინი, საშუალება, სინეკდოხი, რომლის თანახმადაც, ესე იგი ტექსტის ნაწილი წარმოდგენილია როგორც მთლიანობა, ხოლო მთლიანი შინაარსი ნაწილობრივ გამოიხატება ხოლმე. აი მაგალითისთვის, პავლე მოციქული იყენებდა სინეკდოხს, როდესაც ამბობდა, რომ მთელი ისრაელი გადარჩებაო და სხვა ადგილას კი წერს, რომ მხოლოდ ნარჩენი ისრაელისა გადარჩება. ანუ წმინდა მამები განმარტავენ, რომ ისრაელი ნიშნავს ღვთის მხილველს, ანუ სულიერი თვალსაზრისით მას, ვისაც ჭეშმარიტი რწმენა გააჩნია, ამიტომ გადარჩება ის ნაწილი ისრაელისა, რომელმაც ირწმუნა ქრისტე. როგორც ჩანს, იმავე მეთოდს იყენებდა წმინდა იოანე ოქროპირიც, როდესაც საადგომო ქადაგებაში ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ ჯოჯოხეთი განქარდა, შეიმუსრა, მოიკლა და მსგავსი რამ და თუ ჩვენ სიტყვით მივიღებთ წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებს, მაშინ გამოდის, რომ ის ორიგენისტი ყოფილა და ღმერთმა ნუქნას აი ესეთი შეხედულება დამკვიდრდეს ეკლესიაში და ამავე დროს ჩნდება ესეთი სამართლიანი კითხვა. სად გაქრა ეს ჯოჯოხეთი, სად არიან სატანა, მისი ბოროტი ანგელოზები, სად არის ეს შეუნანებელი ცოდვილები და ბოლოს საერთოდ რას უპირებენ წმინდა წერილს, წმინდა მამათა სწავლებას, რომლებშიც არა ორაზროვნოთაა ნახსენები, რომ მარადიული სატანჯველი არსებობს, რომ იქნება მარადიული ტანჯვა, რომ ჩვენ შეძლების და გვარად, როგორც გითხარით, განვიხილეთ აღნიშნული საკითხი და აღმოვაჩინეთ, რომ ქრისტეს მიერ ჯოჯოხეთიდან განურჩევლად ყველას აღმოყვანების აზრი, ისიც ზოგიერთი წარმართი ფილოსოფოსისა, ერთადერთ წმინდანს ჰქონდა, ეს იყო იუსტინე ფილოსოფოსი და ამასაც ჩვენ ვისაუბრებ და სხვაგან ჩვენ ვხედავთ, რომ ადგილი ჰქონდა ფალსიფიცირებას, ჩანაცვლებას, გაყალბებას, რაც იყო იმ პერიოდში ერეტიკოსების მხრიდან ძალიან ხელსაყრელი მეთოდი. ეხლა ჩვენ შევუდგეთ ნელ-ნელა აი ამ საკითხებზე საუბარს, კონკრეტულად უკვე რას გულისხმობენ,
ჩვენი ოპონენტები და რას ეყრდნობიან, როდესაც საუბრობენ და არგუმენტად იყენებენ წმინდა წერილს. პირველი ეს არის პეტრე მოციქულის სიტყვა, როდესაც ამბობს ის, რომ საპყრობილესამა სულთა მივიდა და ქადაგა. ანუ საიმისოთ, რომ გარკვეული თეზა დაასაბუთონ, დასახდენს, როგორც გითხარით, წმინდა წერილში და წმინდა მამებში ეძებენ და ასეთი ამჯერად ერთი საკითხი პეტრე მოციქულის ეპისტოლიდან უნდა წავიკითხოთ ჩვენ, კერძოდ რომ პეტრე მოციქული ბრძანებს ესეთ სიტყვებს, რომ მოკვდა ხორცითა და ცხოველ იქნა სულითა, რომლითაცა საპყრობილესა მას სულთა მივიდა და ქადაგა, რომელი იგი ურჩოდესმე იყვნეს რაჟამსე ერთი გზისა თავსედვა სუგძელებასა მას ღვთისასა, დღეთა მას ნოესთა, შემზადებასა მას კიდობნისასა, რომელსაც შინა მცირედნი, ესე იგი არს რვანი სულნი განერნეს წყლისაგან. აქ თავიდანვე უნდა ითქვას, რომ საერთოდ ჩნდება ესეთი შეხედულება თითქოს და ქადაგა, როდესაც საუბრობს მოციქული, რომ ქადაგაო, გულისხმობენ, რომ მოსაქცევად იქადაგა და წმინდა ირინეოს ლეონელი პირდაპირ განმარტავს ამ საკითხს და ამბობს ესეთ რამეს, რომ ქადაგაში ნიშნავს ახარა ძმაუნდადანო იმ მართლებსო, რომლებიც იქ ელოდნენ ქრისტესგან გამოხსნასო. აი ესეთი შინაარსია. ეხლა კიდე შეუდგეთ აი ამ წმინდა პეტრე მოციქულის სიტყვების განმარტებას. ესე იგი, ქრისტე სულთა საპყრობილეში შთავიდა მაშინ, როდესაც ის იყო მკვდარი ხორცით. ანუ ესე იგი, როცა ხორცი განშორებული იყო სულისაგან, ვიდრე აღდგომამდე. და წმინდა ათანასე დიდი ესეთ რამეს ამბობს, რომ ქრისტეს სხეულმა მიაღწია საფლავამდე, ხოლო სული შთავიდა ჯოჯოხეთში. ეს სწავლება საღვთისმსახურო გალობებშიც ესეთნაირად ფიგურირებს, რომ საფლავსა ხორცით, ხოლო ჯოჯოხეთს სულით შთავიდა, ხოლო მესამესა დღეს სული შეუერთდა სხეულს და აღსდგა და მისთანა აღადგინა ყოველი მართალი, რომელიც ელოდა მის მოსვლას. ეს პირველი საკითხი, რომელიც პირველივე წინადადებიდან ჩანს. შემდეგ ქრისტე ჯოჯოხეთში შთავიდა და იქ იქადაგა. ქადაგებაზე გითხარით, ახარა, ხო, როგორც წმინდა ირინეოს ლეონელი ამბობს, როგორც ამ ქვეყნად მყოფ, ისე ჯოჯოხეთში მყოფ ადამიანის სულს უნდა შეეცნო, ან უგულებელყო ქრისტე, მიეღო ცხონების უწყება. შეეცნო რას ნიშნავს მანდადანუ ნიშნასო, როდესაც ის თვისობრივად იყო აი ამ მოლოდინში მესიისა თავისი ცხოვრების განმავლობაში, აი ამ თვისებებითვე ჩავიდა ის ჯოჯოხეთში, ხომ? შესაბამისად ის იოლად შეიცნობდა ქრისტეს, იმიტომ რომ ელოდა მისი სული მას და ან დარჩენილიყო უნდა ყრუ და ბრმა ჭეშმარიტებისათვის. აი ამას ამბობს წმინდა კირილე ალექსანდრიელი და გვასწავლის, რომ როგორც ამ ქვეყნად ყველას უქადაგა ქრისტემ თავისი განკაცებით, როგორც მისი მორწმუნეები ეღესნენ დიდ წყალობას, ასევე ჯოჯოხეთში შესვლით მან საკროლთაგან გაათავისუფლა ისინი, ვინც ირწმუნა და შეიმეცნა ქრისტე ცხოვრებაში. ანუ აქაც ხაზგასმით ამბობს, რომ ვინც ირწმუნა. რამე თუ კერძ თაყვანისმცემლობასა და უშჯულო აღვირახსნილობაში მცხოვრების სულნი ხორციელ ვნებათაგან დაბრმავებულნი ვერ შემძლებელი იყვნენ ეხილად ღვთის ნათლის გამოცხადება, რათა ჭეშმარიტად შეეცნო ის, ვინც ყველას გასათავისუფლებლად მოვიდა. აქაც პირდაპირ ცხადაწერია, რომ მათ, ვინც სოდვებში და კეთთაყვანისმცემლობაში იყო, ვერ ხელეწიფებოდა ღვთის ნათლის გამოცხადების ხილვა და შეცნობა. ამას ვებრძანებს წმინდა იოანე დამასკელიც, როგორც მიწის ზემოთ ყოფთათვის ამობწყინდა მზე სიმართლისა, ესევე მიწის ქვეშ ჯოჯოხეთში, სიბნელეში და აჩთილთა შორის მყოფთათვისაც ამობწყინდა მზე, ყველა მორწმუნეს საუკუნო ცხონების მიზეზად იქცა. აი ხედავთ ხაზგასმით ამბობს, ყველა მორწმუნეს და არა ყველა ურწმუნოს და ყველას საერთოდ. ურწმუნოების კი ურწმუნოებაში მხილებისაო. ასევე იქადაგა ჯოჯოხეთში მყოფთათვისაცო, რათა სახელისა მიმართ იესო ქრისტეს და ყოველი მუხლი მოდრიკეს ზეცისა და ქვეყანისანი და ქვესკნელისანი, როგორც ამბობს ფილიპეოსთან მიმართ ეპისტოლებში. წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი
ასეთ რამეს ბრძანებს, რომ ვიდრე დღეა და ვიდრე გრძელდება ამ ქვეყნიური ცხოვრება და ადამიანებს შეუძლიათ ირწმუნონ, უნდა იღვაწონ, შემდეგ დადგება ხამე, როდესაც ვერაფერს ვიმოქმედებთ, ანუ ვერ ვირწმუნებთ, ვინაიდან სარწმუნოება საქმეა. ამრიგად, მომავალ ცხოვრებაში ვერავინ ირწმუნებსო. მომავალ ცხოვრებაში არ არის სარწმუნოება, არამედ ყოველნი მსურვალიცა და არამსურვალიც რეალობას დაექვემდებარება. ანუ პეტრე მოციქულის სიტყვით, საპრობელესა მას სულთა მივიდა და ქადაგა წმინდანმა ამგვარად განმარტა, რომ განაცხადა რა უფალმა, რომ მოკვდა ჩვენ ცოდვილთათვის. მოციქულის შემდეგ იმასაც ამბობს, რომ ჯოჯოხეთში მყოფებსაც უქადაგა. ანუ იქაც კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ხაზგასმით, რომ იმ ადამიანების სრულებისათვის, ვინც ელოდა ქრისტეს მოსვლას ამ თავისი ცხოვრების დროს. ქრისტეს ქადაგება ჯოჯოხეთში ყველასადმი იყო მიმართული, რომელი იგი ურჩ ოდესმე იყვნენ ნოეს დროს. აი ეს საკითხი კიდევ ბევრს აბრკოლებს, რომ რომელი იგი ურჩ ოდესმე იყვნესო. ესე იგი ურჩებიცო, ანუ ცოდვილებიცო შეიყვანა. ეხლა ეს საკითხიც ძალიან საინტერესოა და საჭიროებს განმარტებას, რომ მრავალი ადამიანი სიტყვა ურჩის გაგონებაზე ასე ფიქრობს, როგორც გითხარით, ანუ ყველა ცოდვილის შესახებ თითქოს ამბობს ცხონდებაო მოციქული, მაგრამ თავიდანვე ვთქვათ, რომ მართალთა კატეგორიას არა მხოლოდ მოსეს რჯულის ამსარებლები მიეკუთვნებოდნენ, რომლებიც ძველ აღთქმაში და ძველი რჯულის დროს ცხოვრობდნენ, არამედ ყველა ის ადამიანის ძმამდადანო მიეკუთვნება, რომლებსაც წამდა ერთი ღმერთი და ელოდნენ აი ამ მესიის მოსვლას. ანუ კონკრეტულ შემთხვევაში პეტრე მოციქული ჩვენს ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ქრისტემ მათაც უქადაგა, ანუ ვინც ამ ქვეყნიური ცხოვრების დროს უარყო ნოეს ქადაგება, იმიტომაც ახსენებს პეტრე მოციქული ნოეს, სწორედ მათ მოიაზრებს მოციქული ურჩებში. ანუ ეს იყვნენ სეითის და კაენის შერეული შთამომავლები და მათ ჯერ კიდევ ახსოვდა ცხადია სეითის შთამომავლობაში არსებული გარდამოცემა, რომ მესია უნდა მოსულიყო და ეს მოლოდინი ცხადია გონებაში მათ უტრიალებდა და არსებობდა, მაგრამ კაენის სულის ჭარბობდა მათში და ნელ-ნელა ის გაბატონდა მათ ცხოვრებაში, მათ გონებაში, სურვილებში, საქციელებში და ბიბლიაში მათზე ესეც წერია, რომ გახდნენ ხორცს. ეს იმას ნიშნავს ძმამდადანო, რომ მხოლოდ ამ ქვეყნიური სიამეებით ცხოვრობდნენ. უწმინდურება, ცოდვა სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა და წარღვნის წინ კი კაცობრიობა ცოდვათ აი ამ ურიცხ მორებში უკვე სულიერად იღუპებოდა და ნოე ადამიანებს სინანულისაკენ მოუწოდებდა, მაგრამ არავინ არ გამოეხმაურა ფაქტებურად მის ქადაგებას, გარნა მხოლოდ 8-ნიო, ანუ მისი ოჯახის წევრების გარდა. მაგრამ აქ იწყება შემდეგ საინტერესო რამ, რომ იქნება თითქოს შთაბეჭდილება, რომ ადამიანთა გულები აი ქვასავით იყო გაქვავებული, ხო? და ეს ქადაგება ნოესი ვერ შეიგრძნეს და ვერ გაითავისეს. აი ამ თითქმის 100 წლის განმავლობაში, ხო? ზოგი 120 წელს ამბობს და თითქოს უშედეგო რჩებოდა, მაგრამ ეს ასე არ არის სინამდვილეში და წუხარებამ ცხადია ზოგიერთის გულები გააბოროტა კიდე უფრო, მაგრამ ზოგიერთები კიდე შეაგონა და გაახსენდათ ნოეს ქადაგება. სწორედ ეს მოხდა ძმამდადანო წარღვნის დროსაც. ანუ როდესაც დაიწყო წარღვნა, ხო? ცხადია ადამიანებს გაახსენდათ, აი ნოე თურმე მართალი ყოფილაო. ზოგი უფრო გაბოროტდებოდა და დაიწყებდა ღვთისგმობას, მაგრამ ზოგი ცხადია გულწრფელადაც შეინანებდა თავის აქციელებს. მართალია ისინი არ აღმოჩნდნენ ნოეს კიდობანში, ანუ იმ ქვეყნიურ იმ დროს იმ პერიოდში ეკლესიაში, ეკლესიის, მაგრამ აი ეს სინანულის გამოხატულება მათ გამოავლინეს იმ პერიოდში სიკვდილამდე, ვიდრე სიკვდილამდე და ცხადია ეს მოლოდინი მესიისა მათ აღიარეს, რომ იყო ჭეშმარიტება
და აი ამ ადამიანებსაც გულისხმობს სწორედ ნოე, როდესაც ამბობს წმინდა უпростоრად პეტრე მოციქული, როდესაც საუბრობს ურჩებზე. ესე იგი, იმ ადამიანთა სულები, რომლებიც სინანულით აღესრულნენ, ღმერთზე ლოცვით, ესე იგი, ჯოჯოხეთში გამოხსნის მოლოდინში იყვნენ და მათ კი, ესე იგი, ზეცის წყევითა და ეს სასოწარკვეთილებით რომ აღესრულნენ, დაეხშო, რა თქმა უნდა, შინაგანი სულიერი თვალი და ჯოჯოხეთში ვეღარ იხილეს, ვერ შეიცნეს იქ შთასული მაცხოვარი ქრისტე ქადაგება. არა მხოლოდ წარღვნილი ადამიანებისადმი იყო კიდე მიმართული. ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ აქ წმინდა პეტრე მოციქულმა ნიმუშისათვის მოიყვანა ეს ნოეს პერიოდი, მაგრამ სინამდვილეში მთელი ძველი აღთქმის განმავლობაში სეითის შთამომავლობის ეს წმინდა გარდამოცემა ზეპირის სახით, ისეთი დიდი მამამთავრების სახით, რომლებიც არსებობდნენ, ფაქტობრივად მთელ ძველ აღთქმას მქონდა და ჩვენ ამის შესახებაც გვაქვს არაერთგზის ნასაუბრები და კიდევ ერთი საკითხია საყურადღებო, რომ პეტრე მოციქულის აღნიშნული ფრაზის მოშველიებისაც რატომღაც ბოლომდე არ ციტირებენ ხოლმე აი ამ სტიქონებს და საქმე ისაა, რომ ეპისტოლეს მე-20 მუხლის ბოლო სიტყვები, ანუ რომელსა შინა, ანუ კიდობანში მცირედნი, ესე იგი 8 სულნი განერნეს წყლისაგან, სულაც არ არის ხელსაყრელი არგუმენტი, როგორც ვიცი ჩვენ მათი ბაგეებიდან მუდმივად გვესმის, რომ მართლმადიდებლები სხვა კონფესიებსა თუ აღმსარებლობებთან შედარებით მცირერიცხოვანი პროცენტია, რომ თუ მსოფლიო მოსახლეობის ასეთონ მცირე ესე იგი პროცენტი ცხონდება და სხვა წარწყდება, ესეთი ადამიანები ამბობენ, რომ ესეთი ღმერთი საერთოდ არ გვწამსო, რომელიც მხოლოდ მართლებს აცხოვნებს და მაგრამ სწორედ აი ესეთი ღმერთი ისაგან გვესმის ჩვენ ძმამდადანო წმინდა წერილში, რომ შევედით იწროისაგან ბრჭისა, რამე თუ ვრცელარს ბრჭე და ფართოა გზა, რომელსა მიყავს წასაწმედელად და მრავალნი ვლენენ მასზე და ვითარიგი იწროას ბრჭე და საჭურველ გზა, რომელი მიიყვანების ცხოვრებასა და მცირედნი არიან, რომელი პოვებენ მას. ასევე რამე თუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ, ნუ გეშინინ მცირე სამაგას სამწყლოსა, რამე თუ სათნო იყო მამა თქვენმან, სეცათ ამან მოცემა თქვენ და სასუფეველი და ასეთ კიდევ არაერთი მოიპოვება წმინდა წერილში და როგორც ხედავთ, თავად უფალმა გვაუწყა ჩვენ ის სამწუხარო რეალობა, რომ წარწმუნებულთა რიცხვი იქნება დიდი, ხოლო ცხონებულთა კიდე მცირე. და საინტერესოა, როგორი ღმერთი სწამთ, რას სურთ მათ საერთოდ აი ამ თავისი შეხედულებებით რომ თქვან. და დაუბრუნდეთ მოდი თემას, თუ შევადარებთ, ესე იგი ნოეს კიდობანში გადარჩენილ ადამიანებს წარღვნილ კაცობრიობასთან და მაშინდელ ეკლესიის წევრთა რიცხვი სწორედ იყო ესეთი მცირე, ხო? ანუ 8 კაცი და სწორედ კიდობანში სწორედ 8 ადამიანი იყო და ეკლესიას უწოდებს წმინდა ფილარეტ მოსკოველი მათ, გაცილებით მცირეა ეს რიცხვი, ვიდრე ზოგადად დღევანდელი დღეს თუ შევადარებთ მართლმადიდებლებისა სხვა რელიგიებთან და სხვა კონფესიებთან შედარებით და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ესე და იბადება სამართლიანად ეს შეკითხვა, რომ ნუ თუ არც ასეთი ღმერთის განაჩენი მოსწონთ და როგორ შეიძლებოდა საერთოდ აი ესეთი რამ ყოფილიყო, ხომ? და ხო ეს ხომ რეალობა, რომ წაღნის დროს მხოლოდ 8 ადამიანი გადარჩა, ხოლო დანარჩენი მსოფლიო ოკეანემში თანდგა. როგორ შეიძლებოდა, ხო, ეკლესიის რიცხვი შემცირებულიყო 8 ადამიანებზე, მაგრამ საქმე იმაშია და დასკვნაც ესეთი უნდა გავაკეთოთ ძმამდადანო, რომ რიცხობრივი შეფასება, ვინ მეტია და ვინ ნაკლები, ეკლესიის წიაღში არის აბსოლუტურად უადგილო. აქ საუბარია ჭეშმარიტებაზე და მხოლოდ ჭეშმარიტი სწავლება უნდა იყოს მისაღები. აქ კიდე ერთი საკითხი არის განსახილველი ძმამდადანო, ანუ როდესაც ჩვენ ვერსიების თაობაზე საუბრობდით,
მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ სწავლებას, რომ ქრისტე ჯოჯოხეთიდან ერთი ჭეშმარიტ ღმერთის თაყვანისმცემელი და მესიის მოლოდინში მყოფი ადამიანები აღმოიყვანა, ეჭქვეშ აყენებენ და სულაც არ გონიათ ეს მართლმადიდებლური სწავლება, უფრო მეტიც ხედავთ, რომ ეკლესიის დოგმატური განსაზღვრება მათ თომა აქვინელის, ანუ კათოლიკურ სწავლებად მიაჩნიათ და თომა აქვინელის ამ საკითხში შესაძლოა მართებულობითაც კი აზროვნებდა, მაგრამ აქ სულ სხვა ფსიქოლოგიური ფენომენი იკვეთება ძმამდადანო, რომ მართლმადიდებლობა აქ კათოლიციზმად, ხოლო პროტესტანტიზმი კიდე მართლმადიდებლობად ცხადდება და ამასაც მოგახსენებთ ეს როგორ ხდება და როგორც ჩანს, რაც მართლმადიდებლობაში არ მოსწონთ, ანუ კათოლიციზმად სახელდებენ, ხოლო კათოლიციზმის მხილების ნიღბით შემდეგ მათთვის არასასურველი, ესე იგი სწავლების, ქრისტეს მიერ ჯოჯოხეთიდან მართალთა სულების ამოყვანის საკითხის დისკრედიტებას, ანუ პროტესტანტული თეოლოგების მოსაზრებების, ესე იგი მართლმადიდებლობად გასაღებას ცდილობენ. დაინახეთ როგორ აკეთებენ ამას, რომ ქრისტეს ჯოჯოხეთში დაშლის, ესე იგი თომა აქვინელისეულის სქოლასტიკური სწავლება, რომ მხოლოდ ძველი აღთქმის მართლებით ცხონდება, რომაულ კათოლიკური ეკლესიის ოფიციალური პოზიცია გახლავთ. რეფორმაციის ეპოქაში, ესე იგი პროტესტანტი ღვთისმეტყველები ამ შეხედულებას მკაცრად აკრიტიკებენ და მრავალი თანამედროვე კათოლიკე თეოლოგიც ასევე ერთობ სკეპტიკურად ეკიდება ამ სწავლებას. არის კი იმის თქმის აუცილებლობა, თუ რამდენად შორსაა თომა აქვინელის სწავლება ქრისტეს ჯოჯოხეთში შთანხმვის შესახებ აღმოსავლურ ქრისტიანულ სწავლებასთან. და არასდროს აღმოსავლეთის ეკლესიას არცეთ წმინდა მამას საკუთარ თავს ნებას არ აძლევსო, რომ დაეკონკრეტებინა ვინ გადარჩა ჯოჯოხეთში ქრისტეს შთანხმვის შემდეგ. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი შეხედულება, ჩვენ უკვე მოვიყვანეთ არაერთი წმინდა მამის მოსაზრება, რომ სწორედ რომ მართლების ამოყვანაზეა საუბარი და ქრისტეს შთანხმვა ჯოჯოხეთში ღვთისმეტყველთათვის თითქოს და პოეტების და აღმოსავლეთის ეკლესიის მისტიკოსებისთვის პირველ ყოვლისა იყო საიდუმლო, რომელსაც შეიძლება გალობო ჰიმნები, გამოთქვა სხვადასხვა მოსაზრებები და მაგრამ მასზე ვერაფერს იტყვი კონკრეტულად. და ესეთი მსგავსი შეხედულებები ძალიან ბევრი ვრცელდება დღეს საზოგადოებაში და კითხველთვის უფრო გასაგები რომ იყოს, საერთკენ მიხავს, ესე იგი ტექსტის ავტორს საუბარი და რა მიზანს ისახავს, ეს თავის ფსიქოლოგიური ხერხით ჩვენ შეგვიძლია ესეთ რამეს მივმართოთ, რომ თურმე არსებობს ფსიქოლოგიური მეთოდი და რას გულისხმობს ეს მეთოდი, როდესაც ადამიანებს, ესე იგი სიტყვებზე მეტად სახის გამომეტყველების და ტონის სჯერათ, ანუ თავარია სადავო შეხედულება უეჭველად და უყოყმანოდ უტყუარ ჭეშმარიტებად წარმოაჩინო და ესეთი ადამიანი საკუთარ სიტყვას ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ესე იგი წარმართავს თითქოს და რაღაც აქსიომად არის მიჩნეული ეს. და როდესაც მკითხველი იქნება ეს თუ მსმენელი ეცნობა აი ასეთ მსგავს ტექსტ თუ საუბარს, როგორც წესი თუ არის ჩახედული ან შინაგანად, ხო, აეჭვებს არგუმენტების ნაკლებობა, ხო? და ის ეკითხება, ასე თქვათ, საკუთარ თავს, რომ სადღაა მტკიცებულება, იქნებ რაიმე არგუმენტი მოიყვანოს აი თავისი მოსაზრების გასამყარებლად, მაგრამ შემდეგ თავს იმ იმედით, ისე იგი იმშვიდებს, რომ მოგვიანებით ალბათ წარმოაჩენს აი ამ არგუმენტებს და მოგვიანებით კი ავიწყდება ამის შესახებ და როდესაც მეორედ ისმენს აი ამ საკითხის შესახებ ავტორის ტექსტს ან ქადაგებას, გვეჩვენება, რომ ეს რაღაცნაირად უკვე ნაცნობია და როდესაც ეს მეთოდი უკვე კიდევ რამოდენიმეჯერ გაჟღერდება, მაშინ მას საზოგადო ცნობილ ფაქტად უკვე აღვიქვამენ და როცა რომელიც არც საჭიროებს თურმე ფიცი მტკიცებს, რომ ეს არის უტყუარი ჭეშმარიტება. აი ეს არის სინამდვილეში მეთოდი, ვისა რომ მათი მეთოდი გაარის, რომ გავრცელდეს რაიმენაირად ეს შეხედულებები ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე და ამასობაში გვავიწყდება ძმამდადანო, რომ მტკიცებულება აქ სიტყვათა მრავალგზისი გამეორებით არის ჩანაცვლებული და არავითარ შემთხვევაში
არგუმენტირებული მტკიცებულებით. ამბობენ, რომ იგივე პრინციპი მოქმედებს რეკლამის ყურების დროსაც და მოსმენის დროსაც, ამიტომ ფსიქოლოგების მსგავსად ახლა მოქმედებენ და მართლმადიდებლობას, ესე იგი, უწოდებენ კათოლიციზმს, ხოლო მართლმადიდებლობისაგან გადახრას, ესე იგი, ჭეშმარიტების მოწმობას და აქ კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომ რისი იმედათაც არიან ლიბერალები, რომ მრავალ მკითხველს თუ მსმენელს ხელთ არ აქვს მანდატანის შესაბამისი ლიტერატურა, ან არ არის კარგად ჩახედული ამა თუ იმ საკითხში და რომლის მიხედვითაც შეიძლებოდა შეეძინა ეს პროფესიული ცოდნა და შესაბამისად შეძლებოდა რაღაცნაირად შეხედულების შეფასება, მაგრამ მკითხველმა იქნებ ინტუიციით იგრძნოს სიყალბე, მაგრამ არ ძალუც აი ამის შემოწმება და რომ ის უბრალოდ მოტყუებულია და სხვა მეტი არაფერი. ზემოთ მოყვანილი ფაქტი სწორედ აი ამ მეთოდის, ესე იგი პირდაპირი ხორცშესხმა გახლავთ, რომ ტექსტის ავტორი სრულიად უყოყმანოდ ცრუობს და ამბობს, რომ არასდროს არც ერთი აღმოსავლეთის ეკლესიის მამა არ აკონკრეტებს, ვინ დარჩა ჯოჯოხეთში ქრისტეს თასვლის შემდეგ, რომ ამ სიტყვებს ნაკლები ყურადღება ექცევოდა თურმე საღვთისმეტყველო ნაწარმოებებსა და თხზულებებში, მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ სვინაქს არის სიტყვები წავიკითხოთ, რომ ეს არის სწორედ რომ წყინვალე აღდგომის დროს საკითხავი საღვთისმსახურო ძეგლი და აი აქ ჩანს პირდაპირ, რომ 10 ჯოჯოხეთის ამისა საუნჯისაგან ყოველივე პირველსავე მასა უხსნელებასა პატივსა კვალად ღირსყნა გარნა შთახთარა ჯოჯოხეთად არა ყოველნი აღმოიყვანა. ნახეთ, არამედ იგინი რაუდენიცა იყვნენ მორწმუნენი მისნი, ხოლო სულნი იგი წმინდათანი, რაუდენიცა იყვნენ საუკუნეთაგან მპყრობილი ჯოჯოხეთისა მისგან განათავისუფლა. აი ეს არის სვინაქს არის სიტყვები. გარდა ამისა, ცდილობენ, რომ თავიანთ სასარგებლოდ განავითარონ ის მოსაზრება, რომ დასავლეთის ეკლესიის ისეთი დიდი წმინდანების შესახებ, როგორებიც არის, მაგალითად, წმინდა გრიგოლ დიოლოღონი, ნეტარი ავგუსტინე, წმინდა ლევი, რომის პაპი და სხვა, მათ ქრისტეს ჯოჯოხეთში, ესე იგი, შთასვლის შესახებ მტკიცე მართლმადიდებლური სწავლება ჩამოაყალიბეს, ხომ? აი მაგალითად, წმინდა გრიგოლი ამბობს, რომ ჯოჯოხეთში ჩასულმა უფალმა თავისი მადლით მხოლოდ ისინი გაათავისუფლა, ვისაც წამდა, რომ იგი მოვიდოდა. რომ ასევე ამას ამბობს ნეტარი ავგუსტინეც, რომ ქრისტეს შთახდა ჯოჯოხეთს კეთილთა სანუგეშოდ და ან სხვათა შესაგონებლად, ასე რომ პირველთ თავის და საცხოვნებლად წამთ, ხოლო მეორედ თავის და დასასჯელად არ სწამთო. ესე იგი, აი ამ წმინდანებს დასავლური მსოფლმხედველობის მატარებლებად მიიჩნევენ, როგორც თომა აქვინელს, ხო? და ეს კვლავ ნაცადი ფსიქოლოგიური ფანდია, ანუ ეს წმინდანები დასავლეთში ცხოვრობდნენ, ესე იგი, წმინდა გრიგოლ დიოლოღონი ნაწილობრივ კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ წერდნენ არამართლმადიდებლურად, ასეთ დასკვნებს აკეთებენ, ესე იგი, არ უნდა მივიღოთ მათი სწავლება, რათა დავიცვათ მართლმადიდებლობა კათოლიციზმისაგან. ესეთი აბსურდულია მათი შეხედულებები და ამ დროს უნდა ვიცოდეთ ცნობისათვის, რომ წმინდა გრიგოლ დიოლოღონი, წმინდა ლევი სხვადასხვა დროს რომის პაპები გახდნენ, ვიდრე განხეთქილებამდე და სქიზმამდე და ერესად ჩამოყალიბებამდე კათოლიციზმისა და ქალკედონის კრების წმინდა მამებმა ერთხმად მიიღეს ესეთი ქრისტოლოგიური, ესე იგი, ეპისტოლეები მათი და პირდაპირ განაცხადეს, რომ ლევი არის მართლმადიდებლობაო. ასე რომ თანამედროვე ქრისტიანი, რომელმაც აი ამ მართლმადიდებელი ეკლესიის ისავსის დოგმატურ განსასრულებაში უნდა იპოვოს ჭეშმარიტება, არც თუ ისე იოლ ვითარებაში აღმოჩნდა, იმიტომ რომ ეს ფუნდამენტი თეოლოგიური მოსაზრებები სულ უფრო და უფრო ვრცელდება აი ამ ჩვენ ეპოქაში, მით უფრო 21 საუკუნის ტექნოპროგრესის პირობებში, როდესაც აბსოლუტურად არანაირი ბარიერი უკვე ამ ინფორმაციის მიღებისა არ არსებობს და ეს ყველაფერი არის ძალიან ხელმისაწვდომი და ადამიანს რა თქმა უნდა უკვე უჭირს გაარკვიოს, სად არის ჭეშმარიტება,
სად არა და ეს არის უდიდესი მახე და საფრთხე, რომელიც 21 საუკუნის ქრისტიანს დღეს დილემად წარმოუჩნდა. ღმერთმა დაგვლოცოს და ფარველობა და წყალობა არ მოგვაკლოს ჩვენ და სრულიად